ჩამოვედით, როგორც შეკვირდით, ბაკურიანიდან მეორე ეტაპი გვაქვს დღეს. ისევ Kawasaki რა თქმა უნდა, ოღონდ უკვე ახალი მოდელით. მეორე მოტოციკლეტი წამოვიყვანე ჩემი. ძალიან მზე არის, მაგრა გცხელა, დაახლოებით -60 გრადუსი არის სიცხე. ეხლა უნდა ვცადოთ, ისევ აქედან დავიძრებით, დიდოლის სასტარტო ადგილას ვართ, პირველ კანატკასთან და დავიძრებით. იმედი გვაქვს, რომ ეხლა ავალთ ბოლომდე. მეორე ჩემნაირი დეგენერატიც ვიშოვე, მამუკა, აგერ მისი მოტოციკლეტიც გადაეწყო საბურავებზე, ძალიან ორი წამი. მოდი ბარემ. საბურავები მზად არის, ჩემსაზეც მამუკას მოტოციკლეტზეც. ხოძე ხარ? ახვალ ბოლომდე. ეხლა ვიყავით ასულები, ბურანით ავიარეთ ორივემ ტრასა და როგორი იყო, უფრო ლაითი გეკონდა ტრასა? აი ამაზე ოდნავ მეტი დახრა მეგონა, ეხლა არ ვიცი ვიდეო შევიჩას. აი ხა ეგ უნდა მეთქვა რა, ვიდეოში რაც არ უნდა კარგად გადავიღოთ და მიშას პროფესიონალიზმი ეჭვი არ მეყარება, მაგრამ ის აღმართი მაინც ვერ გამოჩნდება, რაც არ უნდა იყოს, რამაგრადაც არ უნდა გადავიღოთ რა. აი ბევრად მეტი არის აღმართი, ვიდრე თქვენ ეხა უყურებთ რა, ვინც სრიალებთ და ვისაც გეცნობათ ეს ტრასა, მიხვდებით რაზე არის საუბარი. მოკლედ წარმატებებს გისურვებ. უნდა დავამარცხოთ, დიდველს უნდა ვაჯობოთ. ნახოთ ეხა. კი, ეგ თავის გლებმა არ შევჭამა, პროსტა თავი ეგ არის. მოკლედ გავემზადებით ეხა და დავიძრებით და ნახოთ მეორე ასვლაში როგორ ვივაშკაცებთ. მზად ხარ? წავედით. Aviccio kendi tra. მაგრამ მთელი გადაობა ის არის რომ ბიჭებო ბაიკით ამოსულა აქ ვინმე? ხო, ანუ ესეთით კი. ესეთით არა. კარჩი პირველები ვართ, წინაზეც ეგ ინფორმაცია მქონდა მე ზუსტად რა და ეგ სპეციალურად არ დავაყენი ამაზე რა. ან სხვა ბაიკზე უნდა დამეყენები და მაგიტო არა მოვედით მაგითი რა და ეს მაინტერესებდა რა სიზავდა და მოკლედ პირველები ვართ საქართველოში, ვინც დიდველის ტრასა ამოიარა ბაიკებით. კარჩი აგერ არის Yamaha R1 და Kawasaki ZX6R.
ძალიან კაი იყო, აი ემოციებს ვერ მალავ ზედ რო ვიჯექით მოტოციკლებზე, აი ხაოდი ისე მისწორდებოდა, даже შემეძლო რომ ცოტა უფრო ჩქარაც ავსულიყავი, მაგრამ აი ვათვალიერებდი გარემოს და თან ვიღებდი სიამოვნებას. მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ, გამოგვივიდა, რაც თქვი და პირობა რომ დავდე წინაზე რომ მეთქი ბოლომდე ავალდე და სუტირებ, მაინც ამოვედით. მოკლედ ჩემნაირი მეორე დეგენერატიც აგერ არის მისი Yamaha R1-იც. და მოკლედ რავი ძალიან მაგარი დღე არის. ეხა ვფიქრობთ აი მიშა შენს უკარო ტრასა არის მაგას უყურეთ ძალიან ცუდად და პირველად როცა ვიყავით ჩამოსულები მე და მიშა რა ვიყავით და მეორე ბაიკით რო ვიყავით ჩამოსული ბევრად ფხვიერი იყო თოვლი და აი ფეხს რო ვადებდი ჩადიოდა რა ფეხი შიგნით და მაგის გამოც ბუქსაობდი და აი მაგ მომენტებში იკარგებოდა რა დრო და ძალა. ეხა აი ძალიან ჩვეულებრივად მოყინული არის და ძალიან ჩვეულებრივად ამოვიარეთ და გავერთეთ კიდე ძალიან მაგრად. ეხა წავედით აი ეს ამბავი გავარკვიოთ რაზეც გველოდებიან რა. წავედით. წავედით. ვერ დავამუღამეს დაცვრა. ესული ხარ, მიდი. ცოტაც. სიგარი. რო არ დაიკეტოს კარები? ხო და ვერა, ისე რა. მოიცა, ფეხის დადმოვდა. ეხლა უნდა შევსვათ წესით ბაიკები შინ კანატკაში, მაგრამ მამუკას ბაიკი ვცადეთ და არ შეეტია, სიგანეში ეტევა, მაგრამ სიგრძე არის ძალიან გრძელი. ეხლა ვცდი აგერ კავასაკის კანატკა ამოდის მწვანე ფერი და მაგაში ვცდი ჩემი ბაიკი. თუ შევა, მაშინ მე კანატკით ჩავიყვან მოტოციკლებს და მამუკა ტრასით ჩავა ისევ რა. და ნახოთ, აბა მაგას ველოდები, ეხლა მოვა მწვანე ფერის კანატკა და დიდი იმედი მაქვს რომ შევალთ შიგნით რა. კავასაკის კანატკა გაგვწდა ქვევიდან ძალიან დიდი ინერცია ქონდა აკრეფილი და ვეღარ დაატორმოს აქ ჩვენთან და გაგვწდა მოკლედ და ეხლა ველოდებით აგერ ეს კანატკა გაჩერდება და ვცდით შესვლას შიგნით. იმედია რომ გამოგვივა. ისევ კავასაკის კანატკა ამოვიდა და ველოდეთ ერთი წრე. ეხლა შევდივართ და ვნახოთ თუ გაგვიმართლებს და შევეტევით, ჩავალთ კანატკით დაბლა. არა? იმენა არა? ძალიან ცოტა უნდა. კონტი არა, ანუ ესე ვერ ჩავიყვან, ხო? ძალიან მინდა რომ შევსვათ. კაროჩი, წავედით, სხვა გზაა, კაროჩი, სიგანეში შევეტიეთ, მაგრამ ძალიან გრძელები ვართ და ვერ ჩავდივართ კანატკით ამის გამო და აი მოდი გამოვსვათ და ჩავიდეთ დაბლა. აი გარი, всё, მიდი გადით და მე გამოვყო. უბა! ძალიან გრანდიოზულები აღმოჩნდით და ეხლა უნდა ჩავიდეთ ისევ ტრასით დაბლა პირველ კანატკამდე. ნახოთ, იმედია მშვიდობით ჩავალთ და არ ვიხოხიალებთ. სახით არ ჩავალთ, იმედია კანატკამდე. აი, ძალიან სრიალი. მამუკაც მოდის. დარა მამუკა.
მაგარი გიშები ვარ ბიჭო რა ადეკვატურობას ვაკეთებ აგა რა გვინდა ბაიკები ბიჭო 25-ით მოვდივარ ჩამოვედი. ხო, ეს გადაგვივლის თუ გაჩერდება? გაჩერდება. მოკლედ. აგერ არის ეხა ჩვენს ნაკვალებს ასწორებენ, ავედით და ჩამოვედით. ისე რომ გაგვწდა არ გადაგვია. ამოსვლითაც ჩამოვედით იდეალურად, ისე რომ საერთოდ აბსოლუტურად არანაირი რაღაცა პრობლემა ან შეცდომა არ გქონია საერთოდ. ძალიან ყვაყოფილი ვარ, ღირდა წამოსვლად. წინა ვიდეოში რაც ვთქვი, პირობა შესრულდა, ავედით ბოლომდე, კანატკის მეორე სადგურამდე უკვე ვიყავით და ეხლა ნახავთ ახალ ჩელენჯს რა იქნება. ეხლა წეგან მე და მიშა ვლაპარაკობდით, ეხლა ზაფხულში ამ მოტოციკლეტით მივდივარ ევროპაში და წეგან იდეა იყო ეს საბურავებიც ხო არ წავიღოთ ბარემ რომ შვეიცარიაში და ავსტრიაში ბარემ იქაც ხო არ ვისრიალოთ მეთქი და ნახოთ რა ვიჭყო არ დაგვიშლის. მოკლედ დღევანდელი დღე დასრულდა ამითი, ეხა მისაბმელდა დავამაგრებთ მოტოციკლეტებს და წამოვალთ თბილისში. როგორც ვივარაუდე, კავასაკი ნამდვილი ადამიანი არის და მე და ჩემს კაცებს ძალიან ბევრი თავგადასავალი გველოდება წინ. წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ტრიპი მაქვს ამ მოტოციკლეტთან ერთად დაგეგმილი და ერთადერთი რაც მინდა გთხოვოთ არის ის რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, წინ გველოდება ძალიან მაგარი თავგადასავლები. ზაფხულში ადევნეთ ჩვენს არხს თვალი და არ მოიწყეთ ნამდვილად დაუვიწყარი ტრიპები გველოდება წინ. და ერთადერთი თქვენი დახმარება გჭირდება მაგაში, რომ თუ გამოგვიწერეთ, მადლობლები ვიქნებით. გამოგვიწერეთ, მამუკას ლინკის აღწერაში იქნება აუცილებლად. აბა დროებით.